ივანიშვილის გეგმა პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ველიდან გაყვანა და სივრცის კრემლისტური ძალებით შევსება, მაშინ როცა ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში გაერთიანებების აკრძალვის არჩევნს გზავნის, პარალელურად თავის მარიონეტებს ახალ პარტიას აფუძნებინებს. ნეიტრალური საქართველოს სახელით იქნება ჯგუფი, უпростоრად ეს ჯგუფი არსებობს, მაგრამ იქნება პარტია, რომელიც ოლიგარქის რეჟიმის შემადგენელი ნაწილია რუსული დღის წესრიგითა და ნანა კაკაბაძის ლიდერობით. ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში ჯერ რეპრესიული კანონმდებლობა შექმნა, შემდეგ სარჩელის წერა დაიწყო, მერე კი ის პოლიტიკური პარტიები ჩამოწერა, რომელთა გაუქმება პირველ რიგში სურს. ნაციონალური მოძრაობა ახალი ლელოძლიერი საქართველო. პროცედურები ამოწურული, ახლა პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს, რომელსაც ასევე ივანიშვილი აკონტროლებს. ისევ აქტუალურია არასასურველი ფიზიკური პირების სიის შედგენა, რომელიც შესაძლოა მორიგი ეტაპი იყოს. სანამ ერთი ხელით ოცნება პროდასავლური პარტიების გაუქმებითაა დაკავებული, მეორე ხელით პოლიტიკურ არენაზე ოლიგარქს ღიად პრორუსული მოძრაობა ნეიტრალური საქართველოს შემოყავს, რომლის ლიდერები დასავლურ ღირებულებებს მოურიდებლად ეწინააღმდეგებიან და საქართველოს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომელიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი ყოფილი მეოცნებია. ამ სტატუსის გარდა შაქარიშვილმა თავის საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკით და მოსკოვის გზავნილების გახმოვანებით დაამახსოვრა. ნეიტრალური საქართველოს მეორე ლიდერის ნანა კაკაბაძის საქმიანობასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გამოთქმულა ვარაუდები, რომ ისიც რუსული ინტერესების გამტარებელია. გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე. აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა. შაქარიშვილის და კაკაბაძის გვერდით იდგა სააკაშვილის მთავრობის გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც ასევე ქართული ოცნების მეხოტბე ექსპერტია. მისი მიგნებები შორს არ მიდის ქართული ოცნების პოლიტიკოსების ნააზრევისგან. ბიძინა გიორგობიანიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანია, სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროს, უფლებამოსილების გადამეტებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამოედებოდა ბრალი. მან პასუხისმგებლობას გერმანიაში გაქცევით აარიდა თავი. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტიპის პერსონებით ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს. პროევროპული პარტიების ჩამოშორების შემდეგ ნეიტრალური საქართველოს მსგავსი დეკლარირებულად პრორუსული სატელიტი ორგანიზაციები პარტია ჩამოაყალიბოს და მათი არჩევნებში ჩართვით საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, რის შემდეგაც ივანიშვილი უპრობლემოდ შეძლებს კონსტიტუციიდან იმ ძირითადი მუხლის ამოღებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსკენ სწრაფვას ავალდებულებს. ეს იდეები, რასაც აქამდე ახმოვანებდა ჯგუფი, ახლა არ ვიცი რამდენად დაარსებენ ისინი პარტიას, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ინტერესებში შედიოდა, ეს პირველ რიგში იყო ოცნება, ასე რომ გასაკვირი არაფერია, რომ თავად ოცნებამ შეუწყოს მათ ხელი პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაში და შემდეგ ხარდაჭერაშიც. ნუ ახლა შეიძლება საჯარო და ღიად ვერ გააკეთოს, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია, შეიძლება გააკეთოს კიდეც. როგორც მოსალოდნელი იყო, ოცნების დეპუტატები პროკრემლისტურ პარტიებში პრობლემას ვერ ხედავენ და საფრთხედ არ მიაჩნიათ ის ძალები, რომლებიც პუტინის რიტორიკას ერთ-ერთში იმეორებენ. უფრო მეტიც, რუსული ინტერესების გამტარებელი ნეიტრალური საქართველოს განაცხადი პარტიად დაფუძნებაზე გიავოლსკისთვის კარგი სიახლეა. მე ვფიქრობ, რომ რაც მეტი შეიქმნება პოლიტიკური პარტია, ისეთი, რომელიც რეალურად მართლაც არის დაკავშირებული რაიმე კონსპირაციულ ჩანაფიქრებთან, იქნება კარგი. გვენს, ვატოსაც, ყველას აქვს უფლება, რომ შექმნას პარტია. ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პროცესია და ვატო შაქარიშვილი ნანა კაკაბაძესთან ერთად ამ სპექტაკლში იღებენ მონაწილეობას, რადგან ქართული ოცნების დამფუძნებელს საჯაროდ აქვს გამჟღავნებული სურვილი, რომ ყოლოდა ტექნიკური ოპოზიცია, რომელიც პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა.
დაახლოებით 10-12 წლის წინ ივანიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს უთხრა ცნობილ ჟურნალისტს, მაშინ ცნობილ ჟურნალისტ ირმა ინაშვილს, აი მე მინდა თქვენნაირი ოპოზიცია მყავდესო და არა ისეთი ვითომ ოპოზიცია, როგორც მაშინ არსებობდა, ეს იყო წინა ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც შემდგომ სხვა მრავალი პარტია გამოეყო და ახალი პარტიები არსებობს და მაშინ მან ეს გააკეთა კიდევაც. ჩვენ ახლა ვხედავთ ამ გეგმის მორიქსერიას. ოცნების რიტორიკით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ნეიტრალურ საქართველოს პარტიის სტატუსს შეუფერხებლად და დროულად მიანიჭებს. სამაგიეროდ შესაბამისი უწყებები ამ დრომდე აჭიანურებენ თავისუფლების მოედნის პარტიად რეგისტრაციას. სამი მცდელობის მიუხედავად მოძრაობა პარტიად არ დაარეგისტრირეს. თავისუფლების მოედნის წევრებს რჩებათ განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას განზრახ აკეთებს. დემოკრატიული პარტიები, როგორც თავისუფლების მოედანია, დიდი ხანია ელოდება სამართლიანობას და სამართლიან გადაწყვეტილებას. ახლაც უკვე აი მესამეჯერ ვცდით იმას, რომ ვცდილობთ, რომ მივიღოთ რეგისტრაცია. ამასობაში კი სამი ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით დღეს 88 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა. თუმცა ხელმომწერ დეპუტატებს მაინც უჭირთ არგუმენტების მოყვანა და ასეთი უკიდურესად ანტიდემოკრატიული ნაბიჯის გამართლება, რატომ გახდა საჭირო პოლიტიკური ძალების განეიტრალება მათი აკრძალვით. ოლიგარქის რიგითები ვერ აყალიბებენ ვერც იმას, როგორ შეიძლება ქვეყანა დემოკრატიად ჩაითვალოს, როცა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეზღუდებათ. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ, ქართული ოცნება რატომ ართმევს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას? დემოკრატიული პროცესის ნაწილია პარტიების აკრძალვა? არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას რატომ ართმევთ ადამიანებს? არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას რატომ ართმევთ მოქალაქეებს? თქვენ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს თქვენს არჩევანს? ობიექტურია სასამართლო. ქართული ოცნების პარლამენტის წევრები ვერც იმაზე გვპასუხობენ, რომელი დემოკრატიული ქვეყანა მოქმედებს საქართველოს ხელისუფლების მსგავსად. დეპუტატებმა ვერ გაიხსენეს ვერც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებები პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ იმიტომ აუქმებენ, რომ ისინი მმართველ ძალას პრობლემებს უქმნიან. ალბათ იმიტომ, რომ დემოკრატიები ასე უბრალოდ არ იქცევიან. ერთი დემოკრატიული ქვეყანა შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელიც ასეთი მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს და აუქმებს პირდაპირ. საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა, ასე რომ იქცევა? რა მიზანს ემსახურება პოლიტიკური ველის მოსუფთავება? გაგეცით უკვე პასუხი. საქართველოს გარდა არ გახსენდებათ ხო არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იგივე ქმედებებს ჩადის? მითხარით რომ მკითხეთ, მე გიპასუხეთ საქართველოს. მადლობა. ბატონ გიორგი, ერთი დემოკრატიული ქვეყანა შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს. უმრავლესობის წევრების მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ ოცნების არჩევლში შეყვანილი ასაკრძალი პარტიები ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ და სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ. არადა ჯერ კიდევ გუშინ ოლიგარქმა პაპუაშვილის პირით აღიარა, რომ მთავარი პრობლემა ქართული ოცნებისთვის არის ის, რომ ოპონენტები რეალურ ოპონირებას უწევენ ხელისუფლებას და მაშველ რგოლად არ ევლინებიან. პოლიტიკური ძალების განადგურება მიზნად რას ისახავს? პოლიტიკური ძალების განადგურებაზე არ არის. ეს არის იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან არა რომელიმე სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ინტერესების. თქვენი ამორჩეველი ხომ ყავს ამ პარტიებს? აი დასეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევდნენ აქამდე იმ პარტიებს, რომლის აკრძალვა. ჩვენ ზუსტად ეს გავითვალისწინეთ, რომ ამ პარტიებს ყავს ამორჩევლები და დაუშვით გარკვეული შეღავათები ის ადამიანები, რომლებიც არიან ეხლა ამჟამად პარლამენტში საკრებულოებში, აუცილებლად წარმოადგენენ იმ ხალხს, რომლებიც არიან ოპოზიციურად განწყობილი და მათ მიეცემათ უფლება აი ამ ხალხის თვალსაზრისი და მათი პოზიციები წარმოადგენენ. არ არის საკრებულოებში მარტო ლელო მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და მარტო ლელო არის შესული საკრებულოებში, ანუ სხვა პარტიების ამომრჩეველს რასეულობ. ვინც არ მიიღო მონაწილეობა, ეს თვითონ გასცემ პასუხი თავიანთ ამომრჩევლებს. არა გვიგზელია, სასამართლო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სულიც გაქვთ, რატომ გაქვთ ეს სული? იმიტომ რომ ქვეყნის საწინააღმდეგო კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და არ ანყალებენ ქვეყანას უკვე რამოდენიმე წელია. და ქართული ოცნება კონსტიტუციის წინააღმდეგ არ მოქმედებს, იმიტომ რომ ოპონენტები ამბობენ, რომ ის კანონიც, რომელიც თქვენ ახლა მიიღეთ, იმთავითვე არის ანტიკონსტიტუციური. და შეტანილია ეს არჩელი, მაგრამ მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ამაშია. დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას, არავითარი პრობლემა არ არის, დაველოდოთ.
სასამართლო ხომ იმას გააკეთებს, რასაც მას ეტყვის ხელისუფლება. ის ხომ კონტროლირებადია დღეს ბიძნეევანიშვილს. გააკეთებს ისე, როგორც არის კანონი და წესი. თქვენ გინდათ ისეთი ოპოზიცია გყავდეთ, რომელიც ოპონირებას არ გაგიწევთ? არავითარ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ყავდეს ოპოზიცია დაბალანსებული და ორიენტირებული იმ პრობლემებზე, რაც არსებობს. აი ესეთი ოპოზიცია გვინდა. ისეთი ოპოზიცია, რომელიც არის მავნებლები და ქვეყნის დამაქცეველები. აი ეგეთი ოპოზიცია არ გვინდა ნამდვილად. აი რა პრობლემები არსებობს დღეს ქვეყანაში თქვენი შეფასებით? დღეს რაც არის პრობლემები, ამას გაუმკლავდება ხელისუფლება. პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში ლელო სარჩელიცაა შესული, რომელიც ოცნების კანონის პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ორივე სარჩელის განსახილველად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს.